მოგესალმებით სტუდიაზე და პალიტრატივი გთავაზობთ მორიგ დისკუსიას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გამოხატვის თავისუფლებაზე, თავიდან ასე ვთქვათ მოკლედ. და ეს არის თემა, რომელზეც ჩვენი გადაცემის სტუმრები სწორედ სხვადასხვა კუთხით შეხედავენ ამ პრობლემას. არის შემთხვევები, როდესაც და უფრო მეტად ფუნდამენტურად, ფილოსოფიურად ვაფასებთ გამოხატვის თავისუფლებას და არის შემთხვევები, როდესაც დგება სწორედაც აი სამართლებრივი განმარტებები დღის წესრიგში და სწორედ ამიტომაც დღეს უფრო მეტად იურისტები და ფილოსოფოსები არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. თუმცა არ ვიცი, სად იქნება მათი საუბარი უფრო სამართლებრივ თემებზე და სად ფილოსოფიურზე. დიდი მადლობა გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნათია კაპანაძე, მედია სამართლის სპეციალისტი იურისტი, გურამ სულთანიშვილი, ფილოსოფოსი და თანთა მიქელაძე, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ახართ და ჩვენი გადაცემის თემად შევარჩიეთ ისტორია, რომელიც ძალიან ტრაგიკული აღმოჩნდა პარიზში 7 იანვარს განვითარებული მოვლენები, ჟურნალ Charlie Hebdo-ს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი და მთელი ის პერიპეტიები, რაც შემდგომ მოყვა ამას, უკვე თითქმის ერთი თვე გავიდა, თვე გადის აი ამ მოვლენიდან და ალბათ ეს პერიოდი კიდევ უფრო მეტად არის საკმარისი იმისათვის, რომ რაღაც ანალიზი გავაკეთოთ თუ რა მოხდა და რა დადგა საფრთხის ქვეშ პარიზში 2015 წლის 7 იანვარს. ვიდრე დავიწყებდეთ ჩვენ დისკუსიას, მანამდე სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა ნინო გელაშვილმა და გვანცა კილანავამ მოამზადეს. მე ვარ შარლი, ამ ლოზონგით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2015 წლის პირველ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურნენ. 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 2 სამართალდამცავი. 11 იანვარს პარიზში ჟურნალის სოლიდარობის ნიშნად მრავალათასიანი მარში გაიმართა, რომელშიც 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. აქციები მოეწყო ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში. Charlie Hebdo-ს თავდასხმა იყო განხილვის მთავარი თემა სოციალურ ქსელებშიც. ტერორიზმს გმობს ყველა, თუმცა ქართველების ნაწილმა კარიკატურისტები ისლამისტების პროვოცირებაში დაადანაშაულა. აქვს თუ არა მედიას უფლება მოამზადოს სატირული მასალა რელიგიურ საკითხებზე. ამ თემაზე სასულიერო პირების აზრი განსხვავებულია. თვითონ ფრანგები იზიდავენ ამ ადამიანებს, ემიგრანტებს, პატივსცემენ, თითქოს იქ აპურებენ და მერე უცებ ესე შეურაცხყოფას აყენებენ. ესე სტუმარი მიიღეს და მერე დაუხატეს, შეიძლება ამის გაკეთება. ყოლელობა ვინ ამბობს, კარგია, მაგრამ სახელმწიფო ხო ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს, რომ ეს ადამიანი რომ იმას შეურაცხყოფას მიაყენებს, ისეთი შეურაცხადი, რომ ის მოკლავს. ამიტომ ვეუბნები, რომ ნუ აყენებ შეურაცხყოფას. საქართველოში მცხოვრები მუსლიმები გამოუთქვამთ ღრმა შეშფოთებას ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო. ხაზგასმით ვაცხადებთ და ვგმობთ ტერორის ნებისმიერ ფორმას. ეს არ არის და ვერ იქნება სიტყვის თავისუფლება. მივმართავთ ყველა ჯანსაღად მოაზროვნეს, აღუდგეს წინ რელიგიური ფასეულობების შეურაცხყოფას. ამასთანავე აღიკვეთოს მსგავსი შეურაცხყოფელი დამოკიდებულება რელიგიური სიწმინდეებისადმი. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება. მე შეიძლება არ მომწონს რას ხატავს Charlie Hebdo, ხატავდა Charlie Hebdo, მაგრამ მე ჩემი შინაგანი მორალი იმის საშუალებას არასდროს არ მომცემს, რომ მივემხრო მსგავსი რამის აკრძალვას. ჟურნალი, რომელიც 1970 წლიდან გამოდის, საფრანგეთში თავისუფალი პრესის სიმბოლოდ მიიჩნევა და ცნობილია სკანდალური კარიკატურებით. 2006 წელს მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების გამო ჟურნალმა პროტესტი გამოიწვია მუსლიმურ სამყაროში. მას შემდეგ Charlie Hebdo-ს რედაქციას მუდმივად ემუქრებოდნენ. გამოძიების მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე შეტანილი იყო ალ-ყაიდის მთავარი სამიზნეების სიაში. ჟურნალზე პირველი ტერორისტული შეტევა 2011 წელს განხორციელდა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დიდი მადლობა. არ ვიცი, შეიძლება ჩვენც ახლა ამ სიუჟეტში აღმოჩნდით იმ
პროცესების გავლენის ქვეშ, როგორც წარიმართა ეს დღეები, რომ გამოხატვის თავისუფლებით რელიგიური სიწმინდეები არ უნდა შეილახოს, რომ ეს იყო რელიგიათა შორისი დაპირისპირების ან რელიგიათა შორის შუღლის გაღვივების მცდელობა ჟურნალისტ მხრიდან ამას მოყვა და ამიტომ ყოველთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში სწორედ რელიგიებზე უფრო მეტად აკეთებდნენ აქცენტს. თუმცა თქვენთან მინდოდა ზუსტად დამეწყო საუბარი, მართებულია მხოლოდ ასე შევხედოთ აი რელიგიების კონტექსტში, რელიგიური სიწმინდეების დაცვის აი ამ ლოზუნგით, როგორც სხვათა შორის აი ჩვენ სიუჟეტშიც საუბრობდნენ, საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა კონფესიების მსახურნი, თუ ეს უფრო გლობალური თემაა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ბოლო დღეების განმავლობაში ყველა საჯარო დისკუსია თუ საეთერო დისკუსია სწორედ ამ თემას ეთმობა. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც პარიზის მოვლენებზე ვშელობთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლების დაცვის თემა და ეს არ უნდა იყოს ლეგალისტური მშელობა, იმიტომ რომ ის მიზეზები, რაც ევროპაში ისლამოფობიას განაპირობებს და რაც მათ შორის აჩვენებს იმას, რომ ვთქვათ, ლიბერალური დემოკრატიის სისტემამ ვერ შეძლო სოლიდარობის და უცხოს გააზრების თუ დატევის ვთქვათ, რესურსი იმას არ აღმოაჩნდა. ვთქვათ, აი ამ კრიზისის და ამ გამოწვევების წინაშე დღეს ლიბერალური დემოკრატია დგას და პრინციპში ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მოვლენების მიმართ ვთქვათ, არაემოციური და არაისტერიული გააზრება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, როცა შენ ხედავ, რომ ვთქვათ, არის ტერორისტული აქტი და ვთქვათ, ეს ცივილიზებულ დალაგებულ საზოგადოებაში ჩვენ ვთქვათ, მსგავსი ტიპის ძალადობას და აფეთქებას ხედავთ, რა თქმა უნდა, ეს იწვევს აღშფოთებას, რომ ყველაზე ორგანიზებულ, ვთქვათ, დემოკრატიულ საზოგადოებაშიც კი შეიძლება სისტემამ ვერ გაუძლოს მსგავსი ტიპის ძალადობას. შეიძლება ასე ვთქვათ, რომ აი ეს ამ ტიპის კარიკატურები, რაც შარლი ებდომ გამოაქვეყნა, ან შეიძლება ნებისმიერმა სხვა ჟურნალმაც გააკეთოს და გამოაქვეყნოს, ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ დღეს რესურსი არ აქვს უცხოს მიღების, უცხოსთან თანაარსებობისა ევროპულ საზოგადოებას. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ვთქვათ, თავად ეს აქტი და ის პროტესტი, რაც გამოიხატა ამ აქტით, არ იყო განპირობებული მხოლოდ კარიკატურით და ის იყო, ასე ვთქვათ, უბრალოდ ის საგანი, სადაც შეიძლება რაღაცა აფეთქებულიყო და ამის მიზეზი არის ერთის მხრივ თავად ევროპაში ისლამოფობიის ძალიან მაღალი ხარისხი და სწორედ ეს უცხოს მიღების პრობლემა, იმიტომ რომ დღეს ვთქვათ, ლიბერალური დემოკრატია დგას მტერის და ჩვენის, ან მოყვარის ამ დიქოტომიაზე და უცხოს შემოტანა სისტემაში და მათი სრულფასოვან, ვთქვათ, ადამიანად აღქმა რეალურად არ ხდება. ნუ ჩვენ ხედავთ, რომ ამ პარიზის ამბებამდე გერმანიაში, სხვა ქვეყნებში იყო მთელი ტალღა ისლამოფობიის. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ ვიმშრალებ, ჩვენ უბრალოდ ამ სააზროვნო სივრცეს ვერ გავხსნით და ვერ დავინახავთ რეალურ მიზეზებს, რასაც ვთქვათ, მსგავსი ვთქვათ, აჯანყება თუ ძალადობა შეიძლება მოყვას. რა თქმა უნდა, ტერორიზმის ეს არ ადგა საკითხი ტერორიზმის გამართლების თაობაზე, იმიტომ რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამ ძალადობას ესე შევხედავთ შიშვლად, უბრალოდ და ვთქვათ, დისტანცირებას და უფრო ფართე სურათში შეხედვას არ გავაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ რეალობას ვერ დავინახავთ. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზები რა თქმა უნდა არის ვთქვათ, მიგრანტების მიმართ ძალიან მაღალი დისკრიმინაციის თუ ჰომოფობიის და ვთქვათ, ეკონომიკური ჩაგვრის შედეგი, ისევე როგორც თავად გლობალურ პოლიტიკაში აღმოსავლეთის ვთქვათ, გააზრება და დასავლეთის მხრიდან, როგორც მხოლოდ ტერორიზმის და ძალადობის საფრთხის, ის გლობალური პოლიტიკა, რაც აღმოსავლეთში ვთქვათ, ინტერვენციულად ახორციელებს დასავლეთი, როცა ამ ადამიანებს და მთელს პოლიტიკურ სისტემებს საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევათ და ვთქვათ, იმ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა, რაც შეიძლება მათი არჩევანი გახდეს. მათ შორის ტერორიზმი არის პასუხი და რეაქცია და ფუნდამენტალიზმი არის რეაქცია ჩემის აზრით მოდერნიზაციის იმ პოლიტიკაზე, რომელსაც დასავლეთი აღმოსავლეთში ახორციელებს. კარგად, მაშინ მე თვითონ გამიჩნდება, ხო ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, ესეთი რა ვიცი, დავარქვათ ამას
ორჭოფული მიდგომა თუ ასე დაშორდა თანამედროვე პოლიტიკური ევროპა იმ ღირებულებებს, რომელზეც იდგა, იმიტომ რომ ლიბერალური ღირებულება თავში გულისხმობს იმას, რომ უცხო უნდა გაიაზრო, უცხო უნდა მიიღო და არ უნდა გაწუხებდეს ისეთი შიშები, რაზეც დაუბრუნდა ხო ამ წუთას. მე თამთას ასე ვთქვათ ბოლომდე არ დავეთანხმებოდი, რომ ან ეს არის ქსენოფობიაზე და ანუ უცხო ქსენოფობია ამოძრავებდა ეს შეხვედრა ჟურნალს. ვერ ვიტყოდი ამას, ზოგადად უბრალოდ ჟურნალი როგორც მისი რედაქტორი აცხადებდა, ეფუძნებოდა სეკულარიზმის ღირებულებების გამტკიცების პრინციპს და ჟურნალის ასე ვთქვათ დარტყმის ობიექტი არ იყო მხოლოდ მუსლიმური თემი, ის ამას ჯერ 4 წლის წინ აცხადებდა, როცა პირველი ტერაქტი განხორციელდა ამ გაზეთის ჟურნალისტი. კი, არანაკლებ მწვავე ხასიათის კარიკატურები იყო, იგივე კათოლიკური თემის მიმართ, ეს იყო ზოგადად რელიგიის გაშარჟებაზე დაფუძნებული გამოცემა. ეს გამოცემა თulis რომ რელიგია არის ადამიანის პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და ცდილობს რელიგია დაუბრუნოს ადამიანებს და ადამიანის კერძო პირადი ცხოვრების სფეროს დაუბრუნოს რელიგია და წარმოაჩენდა იგივე ქრისტეს, მუჰამედს და სხვა რელიგიურ წმინდანებს ჩვეულებრივ ადამიანურ ყოფაში, ადამიანურ გარემოში. მე ვნახე რამდენიმე. კი, რა თქმა უნდა. აი მე მაინტერესებს ანუ კონტექსტი არ აქვს მნიშვნელობა მაგალითად საქართველოში რომ დასცინონ სიტყვაზე გეებს, სიტყვაზე იეღოველებს, ანუ განსხვავება არ იქნება? იცით რა თქმა უნდა ისინი ძალა თანაბარი არ იყო რა, ეს აუცილებლად გასწორებინებელია. ან შეიძლება არ მაქვს ასე თქვა სრულყოფილი ინფორმაცია, მაგრამ ძირითადად ხდებოდა ასე თქვა კათოლიკური არა მე ვამბობ თუნდაც ისლამის და ქრისტიანობის გათანაბრება საფრანგეთში თქო. აუ შეიძლება ეგრე რო წავუყანოთ შეიძლება. იცით რა ხდება, ფრანგული საზოგადოება არის სპეციფიკური საზოგადოება და ფრანგული დემოკრატია არის სპეციფიკური დემოკრატია, ის არის მთლიანად ასე ვთქვათ, კაცრ სეკულარულ პრინციპებზე დაფუძნებული. ფრანგული დემოკრატია საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გაემიჯნა, ასე ვთქვათ, ეკლესიას, კათოლიკურ ეკლესიას და სეკულარიზმი არის ამ სახელმწიფოს მთავარი პრინციპი. და საქართველოს კონსტიტუციაც ხო იცავს ადამიანის უფლებებს. ერთი კონსტიტუცია, მეორე არის რეალობა და მე სხვა რამეს ამ სიტყვაზე გეები ხო არიან დაჩაგრული ჯგუფი საქართველოში. ხო და მაგას რო დასცინოს ვინმე, ანუ რამდენად ეთიკური იქნება თქო რა, იმიტომ რომ ძალა ხო სხვანაირად არის გადანაწილებული. იცით რა ხდება? იცით მე არ წავიკითხავ, მოდი ჩემი გადმოსახედიდან ვიმსჯელებ, რომ მე არ წავიკითხავ ასე ვთქვათ იმ გამოცემას, რომელშიც დასცინიან გეის, შეიძლება არ ვიყო ასე ვთქვათ ჩარლი ებდოს ტიპის გამოცემის დიდი გულშემატკივარი და მისი მკითხველი და ამ გაზეთის ხელმომწერი, მაგრამ უნდა ვთქვათ ის, რომ ყველა აზრს აქვს არსებობის საშუალება და ყველა აზრს აქვს ადრესატამდე მისი მიტანის საშუალება და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც მე ვერ დავეთანხმებოდი იმ აზრს, რომ ეს იყო მაინც და მაინც მუსლიმური თემის წინააღმდეგ მიმართული, ეს იყო ზოგადად რელიგიის გაშარჟების ეს გამოცემა ზოგადად რელიგიის გაშარჟებას ისახავდა მიზნად და ჩემის აზრით ანუ ამ შემთხვევაში ეს პოზიცია ასე ვთქვათ უცხოს შიშის თვითონ შარლი ებდოს ფენომენს. მე მედი მაქვს რომ ახლა რეკლამა რომელიც არის ჩვენს გადაცემაში არ შეასუსტებს პათოს ჩვენი დისკუსიის და რეკლამის შემდგომ ჩვენ განვაგრძობთ მას. დიდი მადლობა სტუდიარე პალიტრატივის ეთერში განაგრძობს დისკუსიას, ჩვენ დღეს გამოხატვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, თუმცა თემა რომელიც შარლი ებდოს კარიკატურების გამოქვეყნებასა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს მიყვა, როგორც დღეს გადაცემაშიც იკვეთება, რომ მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ვერ ეტევა. გურამს მინდა ვკითხო, გურამ სულთანიშვილს, ფილოსოფოს, ბლოგერს, თქვენ ძალიან დაუსვით შეკითხვა გიორგის, რომ თუ ძალა, უმრავლესი ძალა იწყებს დაცინვას, კარიკატურების გამოქვეყნებას, სატირას იმ უმცირესობისა, რომელიც ისედაც მარგინალიზებულია ამ საზოგადოებაში,
და ეს შევადარეთ იმ რეალობას, რომელიც მოხდა საფრანგეთში, კერძოდ ამ ჟურნალში, რომელიც არცეთ რელიგიურ გაერთიანებას არ სცემდა ბჭყალებში პატივს და არ ინდობდა, ხო? თითქმის ყველა იყო მისი დარტყმის ობიექტი, მისი სატირის ობიექტი, არა იმიტომ რომ ისლამოფობია არის რაღაც საზოგადოებაში, ამიტომ მოდი გავუგვეროთ კოჭი ამ განწყობას და ახლა მუსლიმებს დავცინოთ. დიახ, მოგესალმებით. ხომ ასე იყო? როგორ? ასე იყო, მე რასაც ვაკვირდებით, ხო? ნუ ესე იყო, მაგრამ ეხლა ჩემო ინტერპრეტაციას გავაკეთებ ამ მოვლენის. ანუ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ როდესაც ვლაპარაკობთ სიტყვის თავისუფლებაზე, უნდა გავიაზროთ პირველ რიგში რა არის სიტყვა. ანუ სიტყვა, ასე ვთქვათ, ფილოსოფიურად და მეცნიერულად, ანუ არ გამოხატავს არც ერთ შემთხვევაში ობიექტს. როცა ორ სხვადასხვა კულტურაში შეიძლება ერთმა სიტყვამ გამოხატოს ორი სხვადასხვა შინაარსი, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს კომუნიკაციის არევა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიაზროთ შეგვიძლია მოვუყავთ მაგალითად იაპონიის შემთხვევა, როცა ის პრინციპულად განსხვავებულ კულტურაზე არის აღმოცენებული, X სიკვდილის სხვანაირი ფენომენი არსებობს, მაგალითად ბინ ლადენის ციტატა შეგვიძლია მოვაზროთ, რომ ჩვენ გვიყვარს სიკვდილი, ამერიკელებს სიცოცხლე და ამიტომაც ვერ ვახერხებთ თან ცხოვრებას და ვერ ვიგებთო. მე დავწერე, რომ ეს რაღაც დავწერე, რომ მაგალითად ეს იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც წითელი ფერი აუფრიალეს ხარს, შემდეგ ამ ხარმა ირეაგირა და შემდეგ თქვეს, რომ აი რატო არ იყო ხარი დემოკრატიული. ოღონდ ეს პრინციპის დონეზე შედარება და არამც რაღაც ხარის შედარება ისლამურ თემთან ან კოლექტივთან. ჩემი აზრით, Charlie Hebdo იყო მთლიანად რასისტული და ქსენოფობიური ჟურნალი, რომელზეც საფრანგეთის მთავრობას აუცილებლად უნდა მოეხდინა რაიმე რეაგირება ამას თუ არ ვცდები ევროპული კომისიის დასკვნა რასიზმის წინააღმდეგ კანონი, ოღონდ ის სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მაგრამ ევროსაბჭოს ყველა ქვეყანას მოეთხოვება, რომ სარეკომენდაციო ხასიათის იყო მაგას ვამბობ, მაგრამ შეეძლო რომ ეს გაეკეთებინა. ეხლა მე არ მინდა გამომივიდეს ამ ჟურნალის გამოცემა. კი, იმიტომ რომ ამის პრევენცია მოეხდინა, რაც დღეს მივიღეთ. ეხლა მე არ მინდა გამომივიდეს ისე სიტყვაზე მე ვემხრობი კომუნისტურ ფილოსოფიას და სიტყვაზე პრაქტიკულ პოლიტიკას შემიძლია მოვიაზრო ჩემი თავი როგორც მემარცხენით, მაგრამ ევროპელი მემარცხენეების დიდი ნაწილი სიტყვაზე ისლამს აღიქვამს როგორც რადიკალი მემარცხენეები აღიქვამენ როგორც ანტიკაპიტალისტურ მოცემულობას, რომ სიტყვაზე შარიათმა და სიტყვაზე ისლამურმა რევოლუციამ პირველი ესეთი ანტიიმპერიალისტური პოლიტიკა აწარმოეს, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ტერორიზმის გამართლება არამც არ შეიძლება, იმიტომ რომ შენი მტრის-წერი, შენი მეგობარი არ არის, ანუ იმის გამართლება ტერორიზმის. არა, როდესაც მაგალითად ანუ მე ვსაუბრობ სახელმწიფომ არ განახორციელა ასეთი ტიპის პრევენცია, არ შეზღუდა ჟურნალის გამოცემა. ანუ იმის მიხვედრას ხო არაფერი არ უნდა, რომ როცა შედიხარ კალაშნიკოვით ხელში და ხოცავ ადამიანებს, რომ ეს ცუდია. უბრალოდ ჩვენ რაღაც დაფარულ ტექსტებს უნდა ვისაუბროთ, ხო, კონტექსტზე რა ხდებოდა, როგორ იყო და რა იყო. უბრალოდ უპასუხებ, ეს არის ზოგადად ადამიანის უფლებების, როგორც უნივერსალური ფასეულობებზე ესეთი რეაქცია, ანუ ის რომ ადამიანის უფლებები და ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება იყოს უნივერსალური, რაც გურის საუბარში იყო, რაც გური მახსენა, იმიტომ რომ ადამიანის უფლებები და ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება სხვაგვარად ესმოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, იაპონიაში და ასე შემდეგ, რაც მე არ ვეთანხმები. გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად იგივე საქართველოში, რაც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც არის საფრანგეთში და რაც არის იაპონიაში, ჩინეთში და ასე შემდეგ. და ზოგადად ეს არგუმენტი როგორც დოქტრინა, როგორც ხედვა, ხო? ანუ კულტურული თავისებურება არის ძირითადად არგუმენტი ეს ტირანების და დიქტატორების ხელში, რომ ეს არის თავსმოხვეული ფასეულობა, ეს არის დასავლური ექსპორტი და არ შეესაბამებთ ჩვენს კულტურულ თავისებურებებს. ეს არის აბსოლუტურად ყველა. ნატიას მინდა მითხრა ახლა სიტყვა, რომ ძალიან
აქედან არ დავჩაგროთ. აზიის კონტინენტზე ეს არის ძირითადი არგუმენტი. მათ შორის გამოხატვის თავისუფლების. ევროპის კონტინენტზეც ალბათ შეშოთხოვს. ნუ ძირითადად აზიის კონტინენტზე, ეს არის თავსმოხვეული დასავლური ფასეულობა ჩვენს მიმართ და უბრალოდ არ არსებობს. გამოხატვის თავისუფლება არ არის უნივერსალური ღირებულება, რაც არ მგონია რომ არის უნივერსალური ნათია. და მე აუცილებლად არ დაგავიწყდება თქვენ აზრით სათქმელად. ადგილობრივი კანონმდებლობა ყველა ქვეყანაში იქმნება ადგილობრივი მოსახლეობის კულტურული ღირებულებების გათვალისწინებით და ამას რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით. თუმცა გამოხატვის თავისუფლება ის რომ ძირითადი პოსტულატები გაქვს უფლება ატარებდე ინფორმაციას, გადასცე ინფორმაცია და მიიღო ინფორმაცია არის აბსოლუტურად უნივერსალური და ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ის აქვს ეს უფლება გარანტირებული. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შეზღუდვაზე, მე მინდოდა ამაზე ყურადღება გავამახვილოთ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შეზღუდვაზე და სახელმწიფოს წარმომადგენლები იყენებენ ძირითად ბერკეტად, ძირითად არგუმენტად იმას, რომ ეს არის მოსახლეობის დაცვა, ეს არის ეროვნული უშიშროება ან სხვა საკითხი. უსაფრთხოება. ძირითადად მაინც დადიან, რომ ეს არის მოსახლეობისთვის გადადგმული ნაბიჯი. მაგრამ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და ისინი ფიქრობ, რომ მოიაზრებენ მოსახლეობას ადამიანების ჯგუფს, რომელსაც არ შეუძლიათ გააკეთონ თვითონვე გააკეთონ არჩევანი, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. როდესაც ვსაუბრობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ხშირ შემთხვევაში ვივიწყებთ, რომ ადამიანებმა მაგალითად თვითონ უნდა გადაწყვიტონ, შეიძენდნენ თუ არა საფრანგეთში შარლ ებდოს გამომცემლობას, მათთვის იყო თუ არა ეს მისაღები, ან და მაგალითად ჩვენი კულტურული ღირებულების მქონე ადამიანებისთვის არის თუ არა მისაღები ესა თუ ის გამომცემლობა, რომელზედაც ჩვენ სიუჟეტში საუბრობდნენ მაგალითად ადამიანები. ასეთ დროს მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ინტერესი არის ერთი და მეორე თუ ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად ტერორიზმის შემცირებაზე, ბრძოლაზე ტერორიზმის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევაში ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმა, ნებისმიერი ჩარჩო და არ უნდა ქმნიდეს საშიშროებას იმისას, რომ ჟურნალისტმა საკუთარ თავს მაგალითად დაუწესოს ახალი ცენზურა, გარდა იმისა, რაც არის მაგალითად მაუწყებელთა ქცევის კოდექსში, სადაც საუბარია იმაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები ან ნებისმიერი უმცირესობა არ უნდა მოხდეს მაგალითად მარგინალიზება არ უნდა მოხდეს მისი და არ უნდა იყოს მისი უფლებები როგორღაც შელახული. მე მესმის რომ ეს ნორმები რომელიც არის მაგალითად ჩვენს ქცევის კოდექსში ვრცელდება მაუწყებლებზე, ვრცელდება მაგალითად მათ შიდა რეგულაციებს გულისხმობს და არ არის კანონის დონის, მათ არ აკისრებს რომ რაიმე ტიპის მაგალითად სასჯელს, ჯარიმას ან სხვა სახის აკრძალვას, მაგრამ ეს ნორმები, მისი გამტკიცება, საზოგადოებაში ამუშავება ბევრად მეტად შედეგიანი იქნება, ვიდრე დაუშვათ ნებისმიერი ახალი ნორმის დაწესება, რომელმაც შესაძლოა ჟურნალისტებს შიში გაუჩინოს და აბსოლუტურად კანონიერი შიში. არის ტერორიზმი მაგალითად არის გლობალური გამოწვევა, ამაზე ყველა თანხდება, პოლიტიკოსებიც და არაპოლიტიკოსებიც, მაგრამ იმისათვის რომ ტერორიზმი ან ნებისმიერი სხვა ასეთი გლობალური გამოწვევა თავიდან აირიდო, პრევენცია მოახდინო და შეზღუდო, ამისთვის არის პანაცეა რაიმე ტიპის თავისუფლების შეზღუდვა. ეხლა გეტყვით, ანუ მე აქ თითქოს ესე აღვიქვი ჩემი თავით, თითქოს ვიცავ ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ან თითქოს ვამართლებდე ტერორიზმს, არა. არა, ტერორიზმის გამართლება თქვენ არ გიქვთ და მე უბრალოდ არა, ერთწამი. რელატივისტების დაპირისპირებაზე საუბარი. ეს არ არის, ანუ რა მინდა რომ ავხსნა, მაშინ დისკუსია უნივერსალიზმსა და რელატივიზმის ცოტა კიდე შორიდან მოუვლი რა საკითხს. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ რა არის ზოგადად თავისუფლება, ხო? თავისუფლება სიტყვაზე ფილოსოფიაში და საზოგადოებრივ თეორიებში. თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე უალტერნატივო განმარტება ალბათ იქნება ის, რომ ადამიანის საბაზისო უფლებების დაკმაყოფილება. ადამიანი არის სიტყვაზე ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც მოქმედებს გარეგანი სტიმულების საპასუხოდ, ხო? მას სჭირდება, რომ ამ ცოცხალ ორგანიზმად დარჩეს ჭამა, გადაადგილება ეს. ამიტომ აქედან ამოვდივართ, რომ სიცოცხლის უფლება არის ფუნდამენტური, იმიტომ რომ სიცოცხლის გარეშე შემდეგ ყველა სხვა თეორიას ეკარგება აზრი. დღევანდელი ლიბერალური ეკონომიზმის პრაქტიკიდან ჩვენ გავიგეთ, რომ ასეთი დანაწევრებული ეთიკა, ან სადაც ინდივიდუალიზმი არის გაფეტიშებული, ვერ გვაძლევს
ჩვენ ამ ადამიანის თავისუფლებას, იმიტომ რომ სიტყვაზე რაც ჭირდება სიღატაკის აღმოფხვრას, იმაზე მეტი პარფიუმერიაში ხარჯება, იმაზე მეტი თამბაქოში და ასე. ანუ ყველაზე კარგი ეს არის გაერთიანება. ეს რის სათქმელად ჭირდება, რომ თავისუფლებას ჭირდება ყველაზე მეტი შეზღუდვა. თავისუფლება არის, როდესაც შენ გაქვს არჩევანის თავისუფლება და შემდეგ ირჩევ აქედან. როდესაც დასავლეთში ვიღაც ირჩევს ქრისტიანობას, მაგრამ მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გამხდარიყო ბუდისტი ან რაღაცა მუსლიმი, მაგრამ აირჩია ქრისტიანობა, ეს არ არის დასაზრახი, მაგრამ როდესაც ქალი ატარებს ჩადრს, მუსლიმი და ეს არის მისი პირადი არჩევანი, მამის და ისლამური კოლექტივის დაძალების გარეშე, ეს მაინც აღიქმება ჩაგვრად. როდესაც და რატო? იმიტომ რომ ეს არის დომინანტური მოცემულობა. მაგრამ მაგრამ თუ დასავლეთში სიტყვაზე ქალი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას კოსმეტიკურ იმპლანტებს, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს სიტყვაზე სექსის ბაზარზე რომ კონკურენტუნარიანი დარჩეს. ამ შემთხვევაში ეს დომინანტური მოცემულობა, მაგრამ ეს ჩაგვრა მიმალულია, იმიტომ რომ ლიბერალური ანუ სასაქონლე ეკონომიკა ამას ფარავს რა ამ ყველაფერს. და ზუსტად გენერალიზება არ არის საჭირო უბრალოდ ეს არის რამდენიმე სახელმწიფოს და ეხლა აუცილებლად უნდა დავამთავრო ეს, რომ შარლი ებდოზე აი ამის გავლით, რომ თავისუფლება მოითხოვს ყველაზე მეტ შეზღუდვას, ანუ და უფლებები მოვალეობების გარეშე არ არსებობს, იმიტომ რომ უფლება არის რაციონალური კომუნიკაციის სუბიექტებს შორის. მაგალითად, აი თარი გალი, ეს გარდიანის უფლებების ოპონირება, რა თქმა უნდა, მოვალეობები. თავისუფლებების. აი გეტყვით. ესე იგი, თარი გალი, ესეთი გარდიანის მიმოხილველი და მარქსისტის საზღვაო მოღვაწე შეგვიძლია ესე დავარქვათ, ამას რომ პირველი იერიში როცა მიიტანეს ესეთი დანიურ ჟურნალზე, ის იყო ულტრამემარჯვენე კონსერვატიული სენტიმენტების მქონე ჟურნალი, რომელიც პირველი არღვევდა სიტყვის თავისუფლებას და რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მჭიდრო კავშირში იყო ნაცისტებთან. ზუსტად ასე იყო შარლი ებდოს შემთხვევაც, იმიტომ რომ ის ბაზარზე ვერ გადარჩებოდა, მას სჭირდებოდა რაღაცა უკონცეფციო ეპატაჟები. ამიტომაც შემდეგ 60,000-იანი ტირაჟი ტრაგედიის კომერციალიზაციით აქციეს 3 მილიონიან ტირაჟად. ანუ სიტყვის თავისუფლებას ითხოვს ის, ვინც პირველი არღვევს. არა, მე ვამბობ სიტყვის თავისუფლებას გადარჩენილმა თანამშრომლებმა დანარჩენები გაწირეს იმისთვის, რომ მათი ტირაჟი გაზრდილიყო? არა, მე არ მithქვამს. არა, ნუ თქვენ ძალიან ჟურნალი რომლის ტირაჟი იყო ძალიან დაბალი, მათ არ შეეძლოთ თავი გადაერჩინათ ბაზარზე, ესეთი ეპატაჟი რომ არ გაეკეთებინათ. ხო, მაგრამ ისინი ხო იმათმა ხო არ იცოდნენ რომ ესე მოკლავდნენ, ნუ იმათ უნდათ რაღაცა სერიოზული კონფლიქტის გამოწვევა. მე იმას ვამბობ. მაინც არ ქონდათ სიტყვის თავისუფლებას იცავს და ამით აპელირებს ის, ვინც პირველი არღვევს მას. ანუ უფლებები მოვალეობების გარეშე არსებობს, თქო რა მაგას ვამბობ. შევეცდები რომ ერთი აზრი განვავითარო. პირველი საკითხი, რაღაც მაინც ფილოსოფიურად ვშელობთ ალბათ, არის ის, რომ სეკულარული სახელმწიფოს იდეა გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცე უნდა იყოს ნეიტრალური და ჩვენი ვთქვათ, მათ შორის რელიგიური წარმოდგენები და ღმერთზე, ვთქვათ, საერთო საჯარო სფეროდან გადატანილია ჩვენს პრივატულ სფეროში. იმუშად გამოდგება და უშუალოდ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ჰიჯაბებით საჯარო სკოლებში შესვლა შეუზღუდეს მონქალაქეებს. კი. ეს არგუმენტი ყველა ქვეყანაში, თურქეთში მაგალითად ქალების ჩაგვრის და სეკულარიზმის გატარების აუცილებლობით მართლდება, გამართლა ესეთივე საქმეში თურქეთის წინააღმდეგ ევროპის სასამართლოს მხრიდან, საფრანგეთში ესეთი გადაწყვეტილება ზუსტად ამ სეკულარული და რადიკალური, როგორ ვთქვა, აგრესიული სეკულარიზმის პოლიტიკა პრინციპში გულისხმობს აბსოლუტურ განდევნას ყველა რელიგიური ვთქვა ატრიბუტის თუ ნიშნის საჯარო სივრციდან. მოდით გავიაზროთ ერთი საკითხი. ამის ვთქვა ძირითადი თეორია სწორედ ის არის, რომ ღმერთი ლიბერალური კონცეფციით საჯარო სივრციდან ინაცვლებს პირად სფეროში და ჩემთვის ვთქვა ხატები ან სიმბოლოები აღარ არის საკრალური, საერთოდ საჯარო სივრცე აღარ არის საკრალური. ამიტომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი ეს არის არა ვთქვა ატრიბუტებში ან საგნებში, არამედ ის ჩემი რწმენის საკითხია და ეს ქრისტიანული კონცეფცია გარკვეულწილად. მაშინ თქვა
თქვათ ნივთებზე შეურაცხყოფაზე თქვათ გაღიზიანება ამ ჯგუფებში აღარ მოხდება, იმიტომ რომ მე ამაზე ვარ შეთანხმებული. ანუ ამით რელიგიური იდენტობები კიდევ უფრო თქვათ შინაგანი გახდა და შეიძლება ითქვას უფრო ღრმა. რაღაც გაგებით სეკულარიზმი მიუხედავად რომ რელიგიის განდევნას გულისხმობს, ის კიდევ უფრო მეტად რელიგიურია. იმიტომ რომ ის პოლიტიკურიდან გაიყვანა რელიგიური. მაგრამ მე რისი თქმა მინდა. მე მგონია რომ რესურსი, თქვათ, ასეთი გააზრების შეიძლება ისლამშიც იყოს, მაგრამ როცა ჩვენ ამ ფენომენს ხედავთ, ეს არის ფუნდამენტალიზმის პრობლემა. ეხლა აი ფუნდამენტალიზმს როგორ განიმარტება? რომელი რელიგიის? კი, იმიტომ რომ ფუნდამენტალიზმი შეიძლება იყოს ნებისმიერ რელიგიაში და ჩვენ საქართველოში ვხედავთ, შეიძლება ლიბერალური ფუნდამენტალიზმიც იყოს, საბაზრო ფუნდამენტალიზმი იყოს, მაგრამ რა არის ფუნდამენტალიზმი? მოდი აი ძალიან ცოტა ხნით გავამარტავ, შევეცდები რომ გავამარტო. ეს არის თქვათ ისეთი მდგომარეობა, როდესაც რეალურად თქვათ საზრისი აღარ არსებობს, ეს არის ერთგვარი საზრისის კრიზისი და შენ ცდილობ შინაარსისგან დაცლილი მდგომარეობა აღადგინო გარეგნულად და იმიტაციით. თქვათ რელიგიური ფუნდამენტალიზმი რა არის? როცა შენ აღარ გაქვს საზრისი, აღარ გაქვს რწმენაც კი შეიძლება, მაგრამ ცდილობ აი ეს იმიტაციით, რიტუალების შესრულებით, რაღაცების განმეორებით მოახდინო თითქოს ამ საზრისის დაბრუნება, მაგრამ ეს შეუძლებელი ხდება. მე ვფიქრობ, რომ როდესაც გერმანიაში არის ისლამოფობია და მათ სჭირდებათ მტრის ხატის შექმნა იმისთვის, რომ რაღაცა სოლიდარობა თუ ინტეგრაცია საზოგადოებამ გააკეთოს, ეს არის საზოგადოების შიგნით სოლიდარობის და საერთო ცხოვრება, ასე ვთქვათ, აი კომუნალური ცხოვრების ინტეგრაციის შეუძლებლობის კრიზისი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნიჰილიზმის ძალიან ისეთი ღია გამოხატულება. ლიბერალური დემოკრატია, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ აქ უნდა მოხდეს მათ შორის უცხოს გააზრება იმისთვის, რომ შეიცნო ის და შეიყვარო. ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს თეორიული ამ სოლიდარობის, აი ეს რესურსი მთლიანად არის ამოწურული და ეს ვერ მოხერხდა. ისე როგორც ფუნდამენტალიზმი ეს არის სწორედ ნიჰილიზმის ყველაზე სერიოზული გამოხატულება, როცა ადამიანებს უბრალოდ საზრისი აქვს დაკარგული. და ეხლა როცა ვამბობდით თანასწორობაზე, ამასაც მინდა შევეღოთ. გამოხატვის თავისუფლების აი ეს თქვათ ამერიკული მოდელი დგას თავისუფალ იდეათა ბაზრის თეორიაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ყველა თეორიის, ყველა მოსაზრების გამოხატვა და რაციონალიზება და ნუ ადამიანები აირჩევენ ამას. და მათ შორის ეს სისტემა უშვებს თავის განადგურებისკენ მიმართულ გამოხატვას. ანუ დემოკრატიული სისტემა ამბობს, რომ მე ანტიდემოკრატიულ გამოხატვასაც უშვებ, იმიტომ რომ ამის რაციონალიზება მოახდინა და ყველა გამოხატვა არის მნიშვნელოვანი. მაგრამ არის ერთი გარემოება. ეს იდეა ძალიან კარგია, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანასწორობა მიღწეული არ არის. როცა გამოხატვის თავისუფლებით, მაგალითად, ჩაგრული მიგრანტი, პაკისტანელი და პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, ფუფუნებაში მცხოვრები ფრანგი ერთნაირად ვერ გამოხატავს, იმიტომ რომ ისინი არიან აპრიორი არათანასწორო მდგომარეობაში. ეს კიდევ დამატებითი თემაა, რომელიც შეიძლება ამას დისკუსიას მოყოს, მაგრამ ახლა მინდა რომ ის ვოქსპოპი შემოგთავაზოთ, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში, ჩვენს ქუჩაში ჩაწერეს კოლეგებმა და ძალიან საინტერესოა მოვისმინოთ ერთად, ახლა რას ფიქრობენ ჩვენი მოქალაქეები, ვინც მოხვდნენ ჩვენს ვოქსპოპში, აი ასეთი ტიპის კარიკატურების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, მედიას აქვს თუ არა უფლება გააშუქოს რელიგიის თემაზე შექმნილი სატირული მასალა? იცით როგორ გითხრათ, ახლა უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მასალა იქნება სატირული, მაგრამ არ შეიცავს შეურაცხყოფას. და მეორეც ერთი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სასულიერო პირი ან ღვთისმსახური არ ღვევს რელიგიის და იმ ეკლესიის ცნებას. ამ შემთხვევაში სატირაც კი მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მეც გაუმართლებლად მიმაჩნია. საერთოდ რელიგიურ თემებზე მტკივნეული თემაა და არ უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ აი ხდება ისე, იმიტომ რომ მედია თავისუფალია, ხალხს ყველაფერი აინტერესებს, ანუ ეს არის ხალხის უფლება, რომ ილაპარაკობს ამ თემებზე, თუმცა ეს უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა, ფარგლებში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმიტომ რომ რელიგიურ გრძნობებზე თამაში არაფრით არ შეიძლება, შუა ამას რაც მოყვება
ნახეთ უკვე ესეთ რაღაცეებს. ამიტომ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. როგორ ფიქრობთ, მედიას აქვს თუ არა უფლება გააშიქოს რელიგიის თემაზე შექმნილი სატირული მასალა? ხან აქვს უფლება, ხან არა აქვს უფლება გააჩნია ხარ ის შესახებ. შეურაცხყოფელი არ უნდა იყოს? შეურაცხყოფელი არ უნდა იყოს ნამდვილად. იმიტომ რომ რელიგიას არ უნდა შეეხო. არ შეიძლება რელიგიაზე ცუდად ილაპარაკოს, ცუდად ისაუბრო, სარჯები გააკეთო, კარიკატურები გააკეთო, ეს მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა რა რელიგია იქნება. ეს იქნება ქრისტიანული, ეს იქნება მუსულმანური თუ სხვა. საგებია სიტყვის თავისუფლება და ყველაფერი, მაგრამ სიტყვის თავისუფლებასაც აქვს თავისი ზღვარი ჩემი აზრით და ეს უნდა იყოს თავის ფარგლებში. მადლობა. ეს მოსაზრებები მოვისმინეთ ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც მოხვდნენ იმ Vox Pop-ის კონკრეტულ ფოკუსში. მე ერთი ესეთი მოსაზრება მაქვს, რაზეც თამთასაუბრობდა Vox Pop-ის ჩვენებამდე. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც დგას დღეს ევროპაში პოლიტიკური კლასის მთელი საზოგადოების წინაშე, ხომ, მაგრამ ის რაც ხდებოდა უშუალოდ 7 იანვარს და 7 იანვრის შემდგომი მოვლენები ეს იყო არათანასწორ მდგომარეობაში მყოფი მიგრანტების ან დაუშვათ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პროტესტი შარლი ებდოს წინააღმდეგ ან მათი გაღიზიანება სცადა ამით შარლი ებდომ თუ ეს იყო უბრალოდ რაღაც ზოგადი შეიძლება უფრო საერთაშორისო პოლიტიკით დასაზრდოები კარიკატურა იმიტომ რომ დღეს ამ ჟურნალმა ასე გადაწყვიტა, რომ დაეცინა იმ ისლამური ფუნდამენტალიზმისთვის, რომელიც სხვაგან არა საფრანგეთში, არამედ სხვაგან მძლავრობს. ზუსტად, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რა იყო ჟურნალის გამოცემის, აი ამ ტიპის გამოცემის მიზანი კონკრეტული ნომრისათვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჟურნალი ცალსახად მიყვებოდა იმ გზას, რომელიც მას ჰქონდა არჩეული, ეს იყო სატირა, რომელიც ბევრად ძალიან მნიშვნელოვან და მწვავე დისკუსიას იწვევდა. ზოგადად სატირა ყველაზე მტკივნეულია. კი. თავისთავად მე გავაგრძელებ იმ აზრსაც, რომ თამთას მოსაზრება თუნდაც თეორიასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა იქნეს გაშუქებული, როგორ შეიძლება იყოს რელიგიური საკრალური ნივთების მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა რელიგიის მატარებელი ადამიანისათვის, ადათ-ჩვევების მატარებელი ადამიანისათვის ძალიან რთული იქნება აღსაქმელად ბავშვად ანალიზი გაუკეთოს იმას, რომ ეს არის რელიგია ან წმენა არის შინაგანი დამოკიდებულება და გარეგნულ ნივთების უპატივცემლობის შემთხვევაში მან არ მოახდინოს რეაგირება. თუმცა ეს ჩვენ საზოგადოებაში ჩვენ ვნახეთ სიუჟეტი, სადაც ხაზგასმით იყო საუბარი, ბავშვად რომ არ შეიძლება სატირა, არ შეიძლება გაშუქებაც კი რელიგიის საკითხებით, რაც არის ძალიან თქვათ მწვავე ჩვენ საზოგადოებაში და ასევე მწვავე იყო მაგალითად შარლი ებდოს წინააღმდეგ მიმართულ აქციაში. თუმცა საინტერესო ჩვენი კითხვიდან გამომდინარე საინტერესო არის ის რომ რა შეიძლება მოხდეს თუ კი მსგავსი გამოცემა იქნება და რა იყო შარლი ებდოს მიზანი. ამ შემთხვევაში ჩვენ ნახეთ რომ რამოდენიმე ადგილას მსოფლიოში იყო გამოსვლები რომ ის პაპმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც რომ რელიგიის დაცინვა ის ადამიანი რომელიც რელიგიას დაცინვის მიიღებს საპასუხო დარტყმას ცალსახაა რომ შარლი ებდოს რომელმაც მსგავსი კარიკატურა შექმნა, რა თქმა უნდა, ელოდებოდა რომ საზოგადოებაში იქნებოდა მაღალი გამოხმაურება. მე ვფიქრობ რომ არ იქნებოდა მოლოდინი რომ ეს თავდასხმით დასრულდებოდა, მაგრამ გახმაურებული რომ გახდებოდა ეს ჟურნალი ალბათ მოლოდინი იყო. ასეთი კარიკატურები წლებია ქვეყნდება, მაგრამ ახლა მომწიფდა ბჭყალებში ტერაქტი და ახლა გასცეს პასუხი ამ ჟურნალს ამ ფორმით. მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება შეგვიძლია გავიხსენოთ. ანუ ყოველთვის მუსლიმური თემი ძალიან მწვავედ რეაგირებს ესეთი ხასიათის გამოხატვაზე. რა ვქნათ, ეს არის ჩვენი თანამედროვეობის გამოწვევა და ამ გამოწვევის და ამ სახიფათო, ამ ტერორიზმის საშიშროების გამო ჩვენ არც ერთ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებაზე და არ უნდა ვთქვათ უარი.
და მე გამოვეხმაურებ ახლა ამას არ ქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა, ანუ ეს იყო ხალხის მიმართ გაკეთებული არა, მე სხვა რამეს ვამბობ. ყველა კარიკატურებს ქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა. არა, სხვა რაღაცას ვამბობ. როდესაც შენ მიდიხარ ხალხის წინააღმდეგ და ამას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა, აბსოლუტურად დავეთანხმები, მაგრამ როდესაც ეს არის გამოწვეული მხოლოდ ხალხისადმი, უმრავლესობას არ მოეწონოს გამოხატვის თავისუფლებას. სწორედ ეს ღირებულება გააჩნია, რომ შეგიძლია ისაუბრო არაპოპულარულ და საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მიუღებელ მოსაზრებებთან დაკავშირებით შენი აზრი გამოთქვა. ეს არის გამოხატვის თავისუფლების აზრი და იმის გამო რომ უმრავლესობას ან საზოგადოების გარკვეულ სეგმენტს შესაძლოა ჩემი მოსაზრება, ჩემი კარიკატურა თუ სხვა ფორმით გადმოცემული ჩემი მოსაზრება არ მოეწონოს ეს და ამის გამო უარი ვთქვა ან ამის გამო ამიკრძალოს ვინმე გამოხატვა, მაშინ გამოხატვის თავისუფლება საერთოდ აზრი დაეკარგება. ყველა საინტერესო ზუსტად ეს არის რომ გამოხატვის თავისუფლების კალი დავიწროვდება და უბრალოდ აღარ იარსებობს ეს აი ეს მუსლიმი მოსახლეობა, უკაცრავად ის მუსლიმი მოსახლეობა რომელიც დღეს ცხოვრობს საფრანგეთში, რომელსაც პერიოდულად თვეში ერთხელ ჰქონდა საშუალება რომ შარლი ებდოს კიდე ყოველგვარ ამის კარიკატურები ენახა მას ამ თვეების და ამ წლების განმავლობაში არ ქონია ასეთი რეაქცია და ასეთი რეაქცია გაჩნდა და წარმოიშვა მაშინ ზუსტად როდესაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა გამოთქვეს თავისი პროტესტი არა საფრანგეთში, არამედ საერთოდ სხვაგან სირიის ტერიტორიაზე და მათ შემსრულებლად სხვათა შორის მოძებნეს არა ისლამის მიმდევარი მუსლიმი მოქალაქეები საფრანგეთისა, არამედ ზუსტადაც არამუსლიმი და ეთნიკურად ფრანგები. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ასე გლობალურად შევხედოთ ამ საკითხს, ზუსტად მართლა ესე დავსვათ საკითხი, რომ აი ამ ფუნდამენტალიზმისთვის გამოხატვის თავისუფლება და ევროპული ღირებულებები არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა და ჯობს რომ ჩავკლათ ეს მთავარი ღირებულებები. აი მე მგონია რომ საკითხის ასე ვთქვათ ფართოდ გაშლის გარეშე ჩვენ ვერ ვილაპარაკობთ სურათი არ შეგვექმნება რა სადამდე გავშალოთ აი რისი თქმა მინდა რა თქმა უნდა ვემხრობი იმას რომ რაღაც გონების საჯარო მოხმარების კონცეფციას ვემხრობი რომ არგუმენტს მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტი უნდა მოერეს მაგრამ როდესაც კომუნიკაციაში დგება პრობლემა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომუნიკაცია არის საგნის საერთო აღქმაში გადატანა და როდესაც აი მაგალითად აქ ვერაულით გვერდს ევროცენტრისტულ მიდგომას ხო რაზეც ედვარდ საიდი წერდა ორიენტალისტში ანუ ევროცენტრიზმი რას გულისხმობს ცენტრად მოიაზრებს რა თქმა უნდა დასავლურ საზოგადოებას შემდეგ აღმოსავლეთის რომანტიზებულ იმიჯს ვიღებთ და მაგალითად ახლო აღმოსავლეთი წარმოდგენილია როგორც ნავთობმომპოვებლად ან ტერორისტებად რა და თავარი პრობლემა აქ იმაშია რომ ესე იგი ხდება იმ ნაწილის ობიექტად აღქმა ანუ აბსოლუტურ ობიექტად და ეს იმას ნიშნავს რომ შენ განიხილავ იმას იმდენად რამდენადაც შენ გეხება. ზუსტად აქედან შეგვიძლია მე ტერორიზმზე გავიდეთ, რომ აი სიტყვაზე ნიგერიაში იყო ბევრად უფრო დიდი მასშტაბების ტერორისტული აქტი, მაგრამ მსოფლიო მედიაში ჰედლაინები იყო სულ შარლი ებდოზე და არა იმ ბოკო ჰარამის ტერორისტებზე, ხო? ესე იგი, ტერორიზმი არის არა უფრო მეცნიერული, არამედ უფრო ასე ვთქვათ, რაღაცა ნორმატიული, ანუ პრესკრიფციული, ანუ შენ როგორ უნდა იცოდე, ანუ ძალადობის ლიმიტები არსებობს, ანუ რა არის ძალადობა დრო განსაზღვრო და რა არა, რა. და აქედან გამომდინარე იწყებს მსჯელობას. მე იმას ვამბობ, რომ ამათმა იცოდნენ, რაც მოხდებოდა და ეს იყო უკონცეფციო ეპატაჟი. აი დღეს მაგალითად რა მივიღეთ. ეპატაჟი შეიძლება იყო, მაგრამ არა, ხო და იმას ვამბობ, რომ წინასწარი აი რის გამოკეთდებოდა, ხო? დღეს რა მივიღეთ. გაზრდილი არის ისევ ისლამოფობია. კარიკატურების გარეშე ტერორისტული აქტი არ მოხდებოდა ევროპაში. ერთი წამი, აი დავამთავრებ, გეხვეწები. დავამთავრებ. დღეს რა მივიღეთ, ხო? აი ანტისამიგრაციო პოლიტიკის გამტარებელი პარტიები ატარებენ გამოკითხვას და მათი ხმები და მათი ეს მიმდევრები თუ რაც ქვია 5-10%-ით არის გაზრდილი იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში ეს ეროვნული ფრონტი მარინ ლე პენის
თავმჯდომარობით. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ისევ ამ პოპულისტურ და ისევ ამ აპოლიტიკურ ბრძოლაში გადადის ეს ყველაფერი, აი თამთამ რაც ილაპარაკა, რომ ასე ვთქვათ, ძალა არის არათანაბარი, მაგალითად ხო, მათი პრობლემები, ანუ მათი ავთენტური მატერიალური შრომა აღქმული არის, სიტყვაზე საფრანგეთში ალჟირელები, გერმანიაში თურქები, ამერიკაში მექსიკელები, ხო? და ამას ლიბერალური დემოკრატია, ხო? აი ამ პრობლემებს, ეს პრობლემები გადაყავს, ანუ მულტიკულტურალიზმის კატეგორიაში და ამას არქმევს როგორც კულტურათა დაპირისპირებას და არა იმათ, რომ მათ აქვთ შრომითი ექსპლუატაციის პრობლემები რა. უკვე შეგვიძლია, აი მე ძალიან ხშირად აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით 7 იანვრის მოვლენების მერე მესმის, რომ აი ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ არის ძალიან ძაბრი შრომითი ექსპლუატაცია მიგრანტების და ამან გამოიწვია ამ სოციალურმა დისბალანსმა გამოიწვია. და შრომითი ექსპლუატაცია იქ არ განიხილება, ანუ შრომითი ექსპლუატაცია გადაფარულია და ზემოთ ეს არის რაღაცა პოსტპოლიტიკური პროცესი და ზემოთ განიხილება როგორც არატოლერანტული მიდგომა, კულტურათა შორის შემწყნარებლობა და ასე შემდეგ. წინ, როდესაც და უფრო ადრე 7 წლის. და კიდე რა მინდოდა, რომ სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ევროცენტრისტული მიდგომა, თქვა. ანუ ზუსტად ჩვენ არ განვიხილავთ ნიგერიის ნიგერიის ტრაგედიას არ განვიხილავთ, იმიტომ რომ ახშოს ოპოზიციური აზრები, ვინაიდან ეს არის ევროპული ფასეულობა. არა, ნიგერიის ტრაგედიას არ განვიხილავთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისევ ჩვენ გვასწავლიან ხო და ცოდნის ლიმიტებს აწესებს. უკაცრავად ჩვენ განვიხილავთ საფრანგეთის ევროპული პრესა, რომელიც ძალიან დეტალურად განიხილავდა ნიგერიის. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობ, ამიტომ ის წესრიგში რა არის, მე ვამბობ CNN-ი, რომელიც 24 საათიან ეხლა თქვენ ამბობთ, როდესაც რეზონანსული აქტი იყო. როდესაც პარიზში არის 3 მილიონიანი აქცია, უნებრივია იმ დღეს ნიგერიის ტერაქტი ვერ იქნება პირველი ნიუსი, მაგრამ იყო აუცილებლად იყო ის ნიუსი და იყო მაგალითად როდესაც გამოვიდა რეზონანსზე ხო? არა, რა რეზონანსზე საუბრობთ, ახლა საუბრობთ იმაზე, რომ ეს უშუალოდ აი ამიტომ ამბობ გერმანულ პრესაში, ზუსტად თამთამრას უკაცრავად დავასრულე, გერმანულ პრესაში ზუსტადაც თანაბრად იყო წარმოჩენილი ორივე ტრაგედია, იმიტომ რომ ისინი თუ ნახავთ მაგალითად იმ კვირის საიტს, იმ კვირის ველს, აუცილებლად ნახავთ, იმიტომ რომ დღეს ტერორიზმი არის მართლა გამოწვევა, უბრალოდ მე არ მინდა რომ გამოხატვის თავისუფლების რაიმე ცენზორები იყო დღეს გადაცემაში. ერთსაც დავამთავრე. ყველას გიდათ ერთის თქმა. ერთს ვიტყვი. თამთარას დამობდა რომ ესე იგი რელიგიის გაგება როგორც თქვა საჯაროსა და კერძოს გავლით, ხო? ზუსტად ეს არის რომ მათ შექმნეს ანუ ესეთი გლობალური სეკულარული კულტურა და ამაში არ ექცევა ისლამური კოლექტივი. აქედან გამომდინარეც კომუნიკაციური პრობლემა ექნება. ეს დისტანციიდან დანახული ევროპა ხომ არ არის? დისტანციიდან დანახული რა? იმიტომ რომ ევროპა თავის თავში ეხლა იმ რაზეც ჩვენ ახლა საუბრობთ რომ ისლამოფობია აწუხებს. მაგალითად საჯარო მოხმარება ასე ევროპას ისლამოფობია აწუხებდა 10-15 წლის წინ. დღეს ნელ-ნელა უკვე მთელი პროცესია წასული იმისათვის რომ მათ ეს დაძლიერდა. თუმცა ეს პროტესტის ტალღები რაც გერმანიაში იყო, ეხლა საფრანგეთში დაიწყო, აჩვენებს ხო ისლამოფობიის სერიოზულ ტალღას, თქვათ იგივე შვეიცარიაშიც, როცა რეფერენდუმიც კი ჩატარდა მინარეთის ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს უბრალოდ მე თუ შეიძლება ერთ აზრს განვავითარებ. ჩვენი მსჯელობა უფრო მეტად თეორიული გახდა და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭიროა ამ მსჯელობების განვითარება, იმიტომ რომ ყველა ის თქვათ კრიტიკა, რაც ეხა იქნა ჩემი მხრიდან მათ შორის გამოხატული, და როცა პარიზის მოვლენებზე საუბრობთ, არ შეიძლება ავტომატურად გადმოითარგმნოს ჩვენს კონტექსტში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მასში, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში სწორედ ეს სეკულარიზაციის პროცესი არ არის დასრულებული და ჩვენ ვხედავთ დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან, სხვადასხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან ამ სივრცის თავისუფალი ნეიტრალური საჯარო სივრცის კიდევ უფრო მეტ ოკუპაციას და მცდელობას მოახვიონ თავის იდეოლოგიურ დისკურსის თავზე, მე ვფიქრობ, რომ რელიგიური გრძნობებისგან კრიტიკის შეზღუდვა იქნება სერიოზული პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში, ამიტომ ის მსჯელობა, რაზეც ზოგადად დაუშვება, არა, მე ვსაუბრობ
იმაზე, რომ უბრალოდ იმ გამოცდილებაზე ვლაპარაკობთ, იქ კიდე წამოიჭრება სხვა მათ შორის გლობალური საკითხები და როცა ჩვენს რეალობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენი რეალობა არის სხვაგვარი. ეს უკვე სხვა დისკუსიის თემა. შეზღუდვით რაღაც ეს უკვე სხვა დისკუსიის თემა. რამდენად შეიძლება რომ სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემებმა ხელი შეუქმნას დემოკრატიულ საზოგადოებას? არის თუ არა საჭიროება იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, თუ კი ხედავთ ისეთი ტიპის გლობალურ გამოწვევებს, როგორიც არის თუნდაც ტერორიზმი, ან კიდევ ნებისმიერი სხვა რამ. ამაზე კითხვის ნიშანი გააჩინა პარიზის მოვლენებმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის თემა, რომელიც ძალიან დიდხანს ყოველ შემთხვევაში წელი ამ ნიშნით დაიწყო და ძალიან ხშირად მოგვიწევს ჩვენ ამ თემაზე საუბარი, რაც არის ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები. მომავალ შეხვედრამდე.